მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი, შეკვეთის გათამაშება მექნება მეთქი და მინდა გავაჟღერო კითხვა. რა თქმა უნდა, ჩავინიშნე და რო არაფერი არ გამომეპაროს და ზუსტად დაგისვათ შეკითხვა, მაგიტომ გადავიკითხავ. ეს შეკითხვა შეეხება ჭადრაკს. რა თქმა უნდა, ყველა მისით რომ არის ბრძნული თამაში. ასე რომ შეკითხვაც თუ ვინმეს ჰობია ჭადრაკი, გვიყვარს ჭადრაკი, რა თქმა უნდა, პასუხიც გვეცოდინება. მოკლედ მე არ მინდოდა საერთოდ ასე გართულება, მაგრამ რახან წინაზე დამიწუნეთ და გართულებული გინდოდათ, მაგიტომაც იმედია ეხლა აღარ მოვისმენ ეგეთ მსგავს კომენტარებს და არც იმას რომ ვაიმე ძალიან გართულდა რა ვიცი, არ ვიცი. მოკლედ ჩემი კითხვა არის ეგეთი. ესე იგი, წავიკითხო. აქ არაფერი უბრალოდ დაბადების დღეები მაქვს ჩაწერილი, იმიტომ რომ ჩემი სკლეროზის ამბავი იცით. დედიკო მამა წავა და იმას იზამს, გიყიდის ერთწამს, უნდა ჩავწერო კითხვა. ესე იგი, ჭადრაკს რაც შეეხება. მას ორი მოთამაშე თამაშობს. თითოეულ მხარეს ყავს მეფე, ლაზიერი, ორი ეტლი, ორი კუ, ორი მხედარი და 8 პაიკი. იმედია გასაგებად ვლაპარაკობ. თავიდან დავიწყო თუ ისე ესე. მე დავსვამ კითხვას. ყველაზე ძლიერ ფიგურაზე, ლაზიერზე. ჩვენი უფროსები მას ადრე დედოფალს უწოდებდნენ. ეძახდნენ რა. კითხვა შემდეგში მდგომარეობს. ლაზიერი, როდესაც დაფის ცენტრში დგას, რამდენ უჯრას აკონტროლებს და რამდენი მიმართულებით მოძრაობს. კიდევ გავიმეორებ. ჩვენი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. ლაზიერი, რომელიც დაფის ცენტრში დგას, რამდენ უჯრას აკონტროლებს და რამდენი მიმართულებით მოძრაობს. აი, ამის პასუხი მჭირდება მე. მოკლედ, მეგობრებო, ყველას გისურვებ წარმატებებს. იმედია როგორ გითხრათ? არ ვიცი. ვისი ბედიც არის ეს ტოსტერი, ის გაიმარჯვებს. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ.